მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის 2025 წლის ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური პროგნოზი. პირველ რიგში არ დაგავიწყოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 2025 წლის მოსალოდნელ მსოფლიო ტენდენციებს და რა თქმა უნდა შევეხებით იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დღესდღეობით ყველა ქართველს აინტერესებს. რა ელის ჩვენს ქვეყანას 2025 წელს? პირველ რიგში დავიწყოთ ის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ტენდენციით, რაც პრინციპში წინა ვიდეოებშიც განვიხილე, მაგრამ აქაც განმეორდებით. 19 ნოემბრიდან 2024 წლის 2053 წლის ჩათვლით პლუტონი, პლანეტა, რომელიც საერთოდ განაგებს თაობებს და იმას თუ როგორ წავა ცხოვრება ამ პლანეტაზე, შევიდა მერწყულში. და აქ იქნება ამდენი ხნის განმავლობაში. ესე იგი 2024 წლიდან უკვე 2053 წლის ჩათვლით. და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ პლუტონი მერწყულის გავლენას, ხო? ეს არის რა? ეს არის რევოლუცია, აჯანყება, პროტესტი, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის უკვე ეს ტენდენცია, მეგობრებო. მინდა ვთქვა, რომ 2025 წელს კი არ შენელდება ეს პროტესტის ტალღა პლანეტაზე. არამედ კიდევ უფრო გამძაფრდება. ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ, როგორი ენერგიების მომტანი იქნება 2025 წელი, 2024 წლის ენერგიები უნდა გავამრავლოთ 10-ზე, მეგობრებო, იმიტომ რომ 2025 წელს დიდი მისია აკისრია, რომ დაასრულოს 9 წლიანი ნუმეროლოგიური ციკლი კაცობრიობისთვის. ეს არის ერთგვარი მინი ეპოქის დასაწყისი და ეს შეგვამზადებს იმისათვის, რომ 2026 წლიდან ჩვენ საერთოდ ახალი 9 წლიანი ციკლი დავიწყოთ კაცობრიობა. შესაბამისად 2025 წელი არის წელი დიდი გამოწვევების. ეს არის დაბრკოლებების გადალახვის პერიოდი ყველა ადამიანისთვის რეალურად. და პლუტონის შესვლა მერწყულში ნიშნავს, რომ დედამიწა ნელ-ნელა გადადის უკვე სამგანზომილებიანი სამიდე რეალობიდან მეხუთე განზომილებაში. ნელ-ნელა გადავდივართ უკვე. ვიბრაციები და სიხშირე ჩვენი პლანეტის იზრდება, ამაზე მეტყოლებს, რა თქმა უნდა, შუმანის ტალღები, რომელზეც ვსაუბრობ დიდი ხანია და გაფრთხილებთ. შუმანის ტალღები იგივე დედამიწის გამოსხივება. გარკვეული ფიზიოლოგიური სიმპტომები ბევრ ადამიანს აქვს უკვე მეხუთე განზომილებაში გადასვლის, ეს არის გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, უძილობა ან პირიქით ძილიანობა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმი, რა თქმა უნდა, რეაგირებს იმ ვიბრაციულ, ანუ იგივე სიხშირის ცვლილებებზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. შესაბამისად, მსგავსი ფიზიოლოგიური სიმპტომები კიდევ უფრო გამძაფრდება 2025 წლიდან. პლუტონის შესვლა მერწყულში განსაკუთრებით შეეხება 4 ზოდიაქოს ნიშანს. ეს არის მერწყული, ლომი, კურო, მორიელი. ამ 4 ზოდიაქოს ცხოვრებაში 10 წლეულების განმავლობაში დაიწყება საკმაოდ მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები, მეგობრებო. და ვისაც პირად რუკაში გაქვთ მორიელის, კუროს, მერწყულის, ლომის გავლენა, ნახეთ რა სახლებში დგას, რა პლანეტები დგას, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ტრანზიტული რუკის ანალიზის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ცხოვრების რა სფეროებში და რა პერიოდებში არის მოსალოდნელი სერიოზული ტრანსფორმაციები თქვენს ცხოვრებაში. ისევ და ისევ, ტრანსფორმაცია არ არის ცუდი, მაინც ნეგატივს არ გულისხმობს. უბრალოდ ტრანსფორმაცია ნიშნავს კომფორტის ზონიდან გამოსვლას, მეგობრებო, იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ცნობიერების ახალ დონეზე და როგორც ცნობილია, ზოგადად სულიერი განვითარება ყოველთვის არის გარკვეულ მძიმე მტკივნეულ ტრანსფორმაციებთან კავშირში. სხვანაირად ეს ფიზიკურად არ ხდება. შესაბამისად, კარგია რომ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია, რომ ეს ტრანსფორმაციები მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში ამდენი 10 წლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ვინც დაიბადა პირველ გრადუსებში, მერწყულის, ლომის, კუროს, მორიელის ნიშნების დასაწყისში დაიბადეთ, განსაკუთრებით იგრძნობთ ამ ტრანსფორმაციულ პერიოდს. ისევ და ისევ პლუტონის მეორე მხარე არის ძალაუფლება, შესაბამისად ამ ნიშნებს ექნებათ შემდგომში ტრანსფორმაციის გავლის შემდეგ შანსი მიიღონ დიდი ძალაუფლება თავის ცხოვრებაში. ისევ და ისევ იმ ცხოვრებისეულ სფეროში, რა მაჩვენებლებიც აქვს ამ ადამიანს პირად რუკაში. პლუტონის ტრანზიტი მერწყულში ცვლის ფასეულობებს და ღირებულებებს პლანეტაზე. წინა პლანზე წამოვა ერთიანობა, წამოვა ჰუმანურობა, ანუ ადამიანურობა და ეს შეეხება უკვე პოლიტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ცნობიერების დონის ამაღლება. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ 2025 წელს ძალიან აქტუალური თემა რომ იყოს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან.
დიახ, არ ვხუმრობ. უკვე პენტაგონმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოკეანეში უცხოპლანეტელები არიან, მეგობრებო, და ეს არის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც განიხილებოდა სასამართლოზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. კაცობრიობას უკან ნელ-ნელა ამზადებენ კონტაქტისთვის უცხოპლანეტურ რასასთან. რეალურად მერწყული ეპოქა მოიცავს იმას, რომ არა მხოლოდ ადამიანები გაერთიანდნენ როგორც ადამიანური რასის წარმომადგენლები, არამედ მოხდეს კონტაქტი ადამიანურ რასასთან, იმისათვის, რომ გადარჩეს პლანეტა იმ მოსალოდნელ კატასტროფას, რაც დიდი ხნის წინ არის დაწერილი წინასწარ მეტყველებაში. მეგობრებო, ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ გარდამტეხ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობამ უნდა აირჩიოს ვექტორი, საით წავლენ. იქნება ისე ომები და განადგურებისკენ წავა საერთოდ კაცობრიობა, თუ ცნობიერების დონე ამაღლდება, იქნება გაერთიანება და უკვე ბრძოლა გადარჩენისთვის, ერთმანეთის გადარჩენისთვის და პლანეტის აღორძინებისთვის. ამიტომ შემდეგი აქტუალური თემა პლანეტაზე არსებული რევოლუციების შემდეგ არის უკვე კონტაქტები უცხოპლანეტურ რასასთან. მე არ ვამბობ, რომ მაინც შედგება ეს კონტაქტი, მაგრამ ამაზე აქტიური განხილვა და საუბარი იქნება შემდეგი წლიდან. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ნუმეროლოგიური ტენდენციებია შემდეგ წელს, აუცილებელია, რომ 2025 წელი მთლიანობაში შევაჯამოთ. ანუ 2025 დაიშლება როგორც 2+0+2+5, ჯამში გამოდის 9-იანი. ანუ შემდეგი წლის ნუმეროლოგიური ციფრი არის 9-იანი. ვედურ ნუმეროლოგიაში 9-იანი იმართება პლანეტა მარსით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თავამად ვთქვათ, რომ მარსიანული ენერგიები შემდეგი წლისთვის იქნება წამყვანი. რა არის მარსის ენერგია? ეს არის დრაივი, ტემპერამენტი, ეს არის თვითდამკვიდრება, ეს არის ბრძოლები. შესაბამისად, 2025 პოტენციურად არის ომების წელი, მსოფლიო მასშტაბით. და რომ დავაკვირდეთ იმ ტენდენციებს, რაც გვქონდათ თუნდაც 2024 წლის ბოლოს, 2024 წელმა გაამზადა ნიადაგი იმისათვის, რომ 2025 წელს ჩვენ გვქონდეს არაერთი პოლიტიკური დაპირისპირება და თუნდაც ლოკალური აჯანყებები და ომები. მეგობრებო, შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ 2025 წელი მშვიდობიანი იქნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ 9-яნის ენერგიები არის კავშირში ომთან და ბრძოლასთან და მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ 9-იანი ნუმეროლოგიაში არის ციკლის დასასრული. ჩვენ ყველა კაცობრიობა მთლიანობაში ვცხოვრობთ 9-წლიანი ნუმეროლოგიური ციკლებით. შესაბამისად, როდესაც წლის ციფრი გამოდის 9-იანი, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის 9-წლიანი ციკლის დასასრული. ანუ, როდესაც ვამბობთ, რომ შემდეგი წელი დაასრულებს ბოლო 9-წლიან ციკლს, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა მთლიანობაში ემზადება იმისათვის, რომ 2026 წლიდან გადავიდეს საერთოდ ახალ ენერგიებში, ახალ ეპოქაში. და ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს თუნდაც ის ვიბრაციები და ის ტალღები, რაც მოდის ამ პლანეტაზე. შესაბამისად, ყველა ადამიანის ფსიქიკა ვერ გაუძლებს შემდეგი წლის ენერგიებს და მენტალური დაავადებების кейსი იქნება უფრო აქტუალური მსოფლიო მასშტაბით. როდესაც გვაქვს 9-яნის წელი, რა თქმა უნდა, ეს არის დაპირისპირება, ეს არის კონფლიქტები, მაგრამ 9-იანი პლუსში, რომ გამოვლინდეს ამისათვის კაცობრიობას, სჭირდება, რომ გარკვეულ სულიერ დონეზე იყოს, ანუ გარკვეულად მაღალი ცნობიერების დონე ჰქონდეს. 9-яნის წელში კარგია, რომ დავასრულოთ ის საქმეები, რაც დაწყებული გვაქვს წინა 8 წლის განმავლობაში. ეს შეეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს და ყველა ადამიანს. თუ 9-იანი დადებითად გამოვლინდება და კაცობრიობის ვიბრაციები ამაღლდება და ცნობიერების დონე, რა თქმა უნდა, 9-იანი არის კავშირში უკვე გლობალურ მისწრაფებებთან და მიზნების მიღწევასთან. თუმცა იმ ტენდენციას, რასაც ვუყურებ, რა თქმა უნდა, კაცობრიობა არის ჯერჯერობით მაინც საბოლოო ჯამში დაბალ ვიბრაციებზე და ვფიქრობ, რომ თან გველის წელი და თან 9-იანი გამოვლინდება ნამდვილად ნგრევების და კატაკლიზმების სახით. ამიტომ ეს ყოველივე არის მოსალოდნელი, მეგობრებო. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან პლანეტარულ ცვლილებებს, მეგობრებო, 2025 წელს შეიცვლება უზენაესი პლანეტების განლაგება, მეგობრებო. ურანი და ნეპტუნი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ჩვენ ვიცით, რომ სამი უზენაესი პლანეტა, პლუტონი, ურანი და ნეპტუნი, ეს არის პლანეტები, რომლებიც ქმნიან ეპოქას და აქვთ გავლენა თაობებზე. ვინაიდან დეკადების განმავლობაში ერთ ნიშანში დგანან და აკეთებენ სხვადასხვა ასპექტებს ამა თუ იმ სოციალურ პლანეტასთან.
შესაბამისად, ჩვენ შემდეგი წლიდან შევდივართ საერთოდ ახალ ეპოქაში. აინახავთ ახლა ზუსტ თარიღებს ეკრანზე, მაგრამ ტენდენციურად რომ განვიხილოთ, კერძოდ ნეპტუნი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს გაზაფხულზე მარტის ბოლოს. ნეპტუნის გადასვლა თევზებიდან ვერჩი რას მოიტანს? ვინაიდან თევზებში ნეპტუნი ხელს უწყობდა სხვადასხვა მისტიურ პროცესებს და მათ ჩუმად წარმართვას, ანუ რაც კულისების მიღმა ხდებოდა და ადამიანებმა ეს არ იცოდნენ, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოვა, იმიტომ რომ რას აკეთებს ვერძი? ვერძი იწყებს საერთოდ ზოდიაქალურ ციკლს. შესაბამისად, პირველი ნიშანი ვერძი, ნეპტუნის ტრანზიტი ვერჩი, რომელიც არის პირველი ნიშანი, მოიტანს იმ შიდა დაპირისპირებების წინა პლანზე გამოტანას, რაც გქონდა ამდენი ხნის განმავლობაში, მეგობრებო. და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რაც იყო აქამდე უხილავი და ფარული, ხო, ანუ ნეპტუნი თევზებში ხელს უწყობდა იმას, რომ რაღაცები კაცობრიობისთვის ყოფილიყო ფარული. ეს ყველაფერი წამოვა წინა პლანზე და გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. კონფლიქტები კიდევ უფრო მეტად წარმოიშობა პლანეტაზე გაზაფხულიდან, ლოკალურად. რატომ? იმიტომ რომ ნეპტუნი ვერჩი, რომელიც არის მეომარი ნიშანი და რომელსაც მართავს პლანეტა მარსი, ომების პლანეტა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ კონფლიქტები ადრე რომ ჩუმად მიდიოდა კულისებში და სხვა ცივი ომის სახით და სხვადასხვა ფარული манипуляციების სახით, ეს ყველაფერი უკვე ღიად გადაიზარდოს დაპირისპირებაში. ამას ხელს შეუწყობს ნამდვილად ნეპტუნი ვერჩი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მარტის თვე განსაკუთრებით დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. ეს შეეხება ყველა ადამიანს, ყველა ზოდიაქოს ნიშანს. რა თქმა უნდა, გარკვეულ ნიშნებს უფრო გამოვყობ, ყველას შეეხება საბოლოო ჯამში ის დაბნელებები, რაც იქნება. მარტის თვე იქნება ძალიან გარდამტეხი. მარტში გვაქვს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები. მარტის ბოლოს ლილითი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის სასწორიდან მორიელში. მარტის თვეში გვაქვს დაბნელებები მზის და მთვარის, რაც საბედის წეროა. მარტის თვეში ნეპტუნი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ვერძში, რაც რა თქმა უნდა გრძელვადიანად მოიტანს ეპოქალურ ცვლილებებს ჩვენს პლანეტაზე. შესაბამისად, მარტის თვეში არაფერი სერიოზული არ დავგეგმოთ, არც ოპერაციები, არც დაოჯახება. იმიტომ რომ მარტის თვე იქნება საკმაოდ მძიმე ენერგიების. სერიოზული ცვლილებები არის, მეგობრებო, პლანეტარული და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლილითის გადასვლა მორიელში საკმაოდ დიდ манипуляციურ ტენდენციებს წამოიღებს პლანეტაზე, იმიტომ რომ ლილითი ყველაზე ძლიერია მორიელში. ერთ-ერთი უძლიერესი პოზიცია, შესაბამისად, манипуляციები და სხვადასხვა შაუბნელი ტენდენციები წამოვა, მეგობრებო, წინა პლანზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ მარტის თვეში, მეგობრებო. და ვისაც კონკრეტული თარიღების გამოთვლა გაინტერესებთ, ან საკეისროს თარიღის, ან დაოჯახების თარიღის, ან ბიზნესის დაწყების თარიღის, მნიშვნელოვანი თარიღების, ჩვენ გვაქვს აქ სერვისი, თარიღის გამოთვლა და ამ სერვისით რომ ისარგებლოთ, უნდა დაატოვოთ კომენტარი ან მოგწეროთ ასტროგურუს page-ზე. რაც შეეხება მეორე უზენაესი პლანეტის ნიშნის ცვლილებას, მეგობრებო, ივლისში 2025 წლის გვექნება ურანის, რომელიც არის პლანეტა რევოლუციის და ტრანსფორმაციის, ზოდიაქოს ნიშნის ცვლილება. ურანი გადავა კუროდან ტყუპებში. თუ გქონდა მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებები და კრიზისიც კი რეალურად ამ სფეროში, დაიწყება უკვე ტრანსფორმაცია და ცვლილება შემდეგი სფეროების: ჟურნალისტიკა, მედია, სოციალური ქსელები, კომუნიკაცია, ტრანსპორტირება. ყველაფერი, რასაც მართავს ტყუპი. და კიდევ საგანმანათლებლო სისტემა, ანუ სკოლები. ვინაიდან ურანი წლების განმავლობაში არის ერთ ნიშანში, ჩვენ უნდა ველოდოთ ამ წლების განმავლობაში სერიოზულ ძვრებს და ცვლილებებს სწორედ ამ სფეროების მიმართულებით, მეგობრებო. ანუ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, კომუნიკაციის სისტემა, მედია, ხო, აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ყველა შევდივართ ახალ ეპოქაში.
ამაზე საუბრობს არა მხოლოდ შუმანის ტალღები და ვიბრაციული ცვლილებები, არამედ უზენაესი პლანეტების ზოდიაქოს ნიშნის ცვლილებაც. და ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის ბოლოს პლუტონი საბოლოოდ 2053 წლის ჩათვლით შევიდა მერწყულში. შესაბამისად, შემდეგ წელს, 2025 წელს, გვექნება უკვე პლუტონი მერწყულში, ურანი ტყუპებში, ნეპტუნი ვერტში. ანუ აქტიური ჰაერის და ცეცხლის ნიშნები, მეგობრებო, რას მოიტანს ახლა ეს? პირველ რიგში ტექნოლოგიები წავა წინა პლანზე, უკვე ჰოლოგრაფიული ჩართვები, ეს ყველაფერი არ იქნება ფანტასტიკის ჟანრი. როდესაც ვსაუბრობთ ჰოლოგრაფიულ ჩართვებზე, ხო, რეალურად ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ მოგონილიც არის უკვე. ეს ტექნოლოგიები არსებობს, უბრალოდ ნელ-ნელა აჩვევენ ადამიანებს სხვადასხვა ფილმებიდან გამომდინარე და შემდგომში ამ დეკადების განმავლობაში უკვე შემოიტანენ ამ ტექნოლოგიებს, რაც უკვე რეალურად არსებობს. შესაბამისად, კომუნიკაცია და სწავლება იქნება საერთოდ სხვანაირი და არა, როგორც კორონას დროს იყო, ისეთიც არა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ახალ ეპოქაზე ტექნოლოგიების. შესაბამისად, მოსალოდნელია სერიოზული ევოლუციური ძვრები მაგ მიმართულებით, მთლიანად კაცობრიობისთვის. და ჩვენ კიდევ გავიხსენებთ 1000 წლების შემდეგ, მე რომ ვამბობდი, რომ ეს ტექნოლოგიები იქნებოდა და რომ შემოიღებენ უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდება და არა გარკვეული ადამიანებისთვის, მერე უკვე გაგახსენდებათ, რომ აი მარიამი გვაფრთხილებდაო. სატურნი, მეგობრებო, კარმის პლანეტა რჩება თევზებში და რა თქმა უნდა, თევზებისთვის გრძელდება ისეთი საპასუხისმგებლო წლები 2023 წლიდან 3 წლით მათ აქვთ ისეთი კარმული პერიოდი, რომ სერიოზული სოციალური ძვრები და ცვლილებები და პასუხისმგებლობები აქვთ. თევზებს. საპასუხისმგებლო პერიოდი კვლავ გრძელდება შემდეგ წელს. რაც შეეხება იუპიტერის ტრანზიტს, იუპიტერი შეიცვლის, რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშანს, მეგობრებო, ივნისიდან შევა კირჩხიბში 1 წლით. იუპიტერი არის წარმატების და იღბლის პლანეტა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი, ხო, წლის მეორე ნახევრიდან იქნება კირჩხიბი. ხოლო ტყუპებისთვის ბედნიერი პერიოდი, რა თქმა უნდა, თუ პირად რუკაში არ გვაქვს სერიოზული მძიმე კარმული პერიოდები, პირადი რუკის მიხედვით და ტრანზიტების გათვალისწინებით და თუ ტყუპი ხართ ტიპიური წესით, ყველა ტყუპებს საკმაოდ კარგი წელი ექნება შემდეგი წლის ივნისამდე. ეს იქნება ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი წლის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ფავორიტი ნიშანი ყავს შემდეგ წელს. ეს არის ტყუპები და კირჩხიბი. ვის ექნება შედარებით რთული წელი, ხო? 2025-ია საკმაოდ ღია შეკითხვაა და ყველას აინტერესებს. მეგობრებო, გაითვალისწინეთ, რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად ტენდენციებზე და პერსონალურად თქვენი პროგნოზი შეგიძლიათ, რომ შეუკვეთოთ და შეადგინოთ ჩვენთან. პერსონალური ტრანზიტული პროგნოზის შესაკვეთად უნდა მოგწეროთ პირადში ან დატოვოთ კომენტარი. 1 წლის პერსონალურ პროგნოზში ინდივიდუალურად თქვენზე თქვენი მონაცემების მიხედვით შედგება დეტალური პროგნოზი. პროგნოზი განიხილება ჩემთან ერთსათიან ონლაინ კონსულტაციაზეც, ამიტომ ვისაც გინდათ, რომ პირადად მე გამესაუბროთ ონლაინ, ამისათვის უნდა ჩაეწეროთ ერთსათიან ონლაინ კონსულტაციაზე და ბევრი საინტერესო თემა განიხილება მეგობრებო კონსულტაციაზე. თუ ვისაუბრებთ შემდეგი წლის ნაკლებად იღბლიან ნიშნებზე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს არის წლის მეორე ნახევრიდან იუპიტერი რომ შევა კირჩხიბში თხის რქა, თხის რქებს დაეწყებათ რთული პერიოდი. ასევე მეგობრებო, რთული პერიოდი უგრძელდებათ მშვილდოსნებს, წინა წელი არ ქონდათ მარტივი მაისის ბოლოდან იუპიტერი რო ტყუპებში შევიდა ანტაგონისტ ნიშანში და მე ამაზე წინა წლის პროგნოზში ვსაუბრობდი და ასევე ლაივებში. და რა თქმა უნდა სასწორებს უგრძელდებათ რთული პერიოდი მარტის ბოლომდე, იმიტომ რომ შავი მთვარე ლილიტი გადის სასწორის ტრანზიტს. შესაბამისად, ამ ნიშნებს ექნებათ რთული პერიოდი, ამავდროულად რთული პერიოდი დაეწყებათ მორიელებს მარტის ბოლოდან 9 თვით, იმიტომ რომ შავი მთვარე შევა მორიელში. ვისაუბროთ კარმული კვანძების ნიშნის ცვლილებაზე, მეგობრებო. და ვის დაეწყება კარმულად ასევე გარდამტეხი პერიოდი, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს, ხო? და დაბნელებები რა ნიშნებზე გაივლის უკვე. მოგეხსენებათ, რომ ასტროლოგიას ბევრი მიმდინარეობა აქვს, არსებობს ვედურიც, არსებობს დასავლურიც. დასავლურს თუ დავუჯერებთ, კი ბატონო, იანვარში იცვლება
ტრანზიტები ვედურის მიხედვით საერთოდ სხვანაირი გამოთვლებია. ვედური სხვანაირ პროგნოზს აკეთებს საერთოდ. დღეს განვიხილავთ დასავლურს და ჩინურს. ამიტომ დასავლური ასტროლოგიის გამოთვლებით კარმული კვანძები რაჰუ და კეტუ აღმავალი იანვარში 2025 წლის მეგობრებო დაახლოებით 2 წლით შეიცვლიან ზოდიაქოს ნიშნებს. რაჰუ აღმავალი კარმული კვანძი შევა თევზებში და კეტუ ქალწულში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თევზებისთვის და ქალწულებისთვის ასევე მშვილდოსანი ტყუპი. აი ამ მუტაბელური ცვალებადი ხარისხის ნიშნებისთვის დაიწყება კარმულად გარდამტეხი 2 წელი მეგობრებო და ვისაც პირად რუკაში აქვს ეს კარმული პროგრამა თევზები ქალწულის აღმავალი ან დაღმავალი შეამოწმეთ მეგობრებო თქვენი პირადი რუკა თუ ეს კარმული პროგრამა გაქვთ ესე იგი კარმული წლები გეწყებათ და თქვენი კარმული კვანძების აქტივაცია ხდება შეგვიძლია ვთქვათ რომ ვინაიდან სატურნიც თევზებში იქნება შემდეგ წელს და აღმავალი კარმული კვანძით შედის უკვე თევზებში თუნდა თევზებს კარმულად გარდამტეხი წელი აქვთ შემდეგი კარმულად გარდამტეხი ვერ ვიტყვით რომ მაინც ცუდი ან კარგი მაგრამ აუცილებლად ყველა თევზის ცხოვრებაში რაღაცა საგრძნობლად შეიცვლება გარდამტეხად და ამისთვის უნდა მოემზადოს ყველა თევზი მეგობრებო. ეს ცვლილებები შეიძლება საერთოდ ძალიან დადებითი სახის იყოს, მაგრამ მაინც კარგია რომ მოემზადოთ ამ ცვლილებებისთვის თევზებო. და რა თქმა უნდა ეს შეეხება ქალწულებსაც, იმიტომ რომ დაღმავალი კარმული კვანძი შედის ქალწულში და ქალწულებისთვისაც იგივენაირად გარდამტეხი კარმული 2 წელი იწყება შემდეგი წლიდან და მშვილდოსანი ტყუპი ამ ნიშნებისთვის იქნება ასევე საკმაოდ საბედისწერო ეს დაბნელებები, რაც გვექნება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ამ დაბნელებებზე შემდგომში რა თქმა უნდა უფრო ვრცელ პროგნოზს ჩავწერ და წინასწარ გაგაფრთხილებთ. როგორ გამოითვალოთ პერსონალურად თქვენთვის როგორი იქნება ერთი წელი, მეგობრებო, ამაზე მქონდა ხნის წინ ჩაწერილი ვიდეო. ამ ვიდეოზეა საუბარი, ლინკი ქვემოთ იქნება, იქ დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ უნდა გამოთვალოს თქვენი წლის პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი. ყურადღება. სანამ გავაგრძელებთ ვიდეოს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის ასტროლოგიური და ნუმეროლოგიური სერვისები, რაც წარმოდგენილია ჩვენს გვერდზე. ეკრანზე თქვენ ხედავთ ყველა სერვისის ჩამონათვალს მეგობრებო. აქ არის ბედის მატრიცის ანალიზიც, ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია, აქ არის პირადი რუკის განხილვა, წინასწარი 1 წლის პროგნოზი, ნუმეროლოგია, სოლარის ტრანზიტის გამოთვლა, მნიშვნელოვანი თარიღების გამოთვლა, სასწავლო რუკა, ფინანსური რუკა, ჯანმრთელობის და ბევრი სხვა სერვისი. შესაბამისად, თუ გაქვთ სურვილი ისარგებლოთ ამ ჩვენი სერვისებით, უნდა მოგწეროთ პირადში ან დატოვოთ კომენტარი ქვემოთ. და რა თქმა უნდა, არ გამოტოვოთ ჩვენი საახალწლო 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე. ეხლა კი დროა ვისაუბროთ იმ აქტუალურ თემაზე, რაც თითოეულ ქართველს აინტერესებს დღესდღეობით. რა ელის ჩვენს ქვეყანას 2025 წელს? მეგობრებო, ამაზე მოკლე მიმოხილვა მე მქონდა ამ ვიდეოში, როდესაც საუბრობდი 2024-2025 წლის ტენდენციებზე ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეხლა უნდა გავაკეთოთ უფრო ვრცელი მიმოხილვა იმ მოვლენებისა, რაც მოსალოდნელია ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, მეგობრებო, ჩვენ უნდა განვიხილოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი. გამოვთვალეთ ზუსტად ამ პროგნოზის ვიდეოში საქართველოზე რომ მქონდა და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად იყო მასშტაბირების წელი. სოციალური ცნობადობის გაფართოების წელი, ვინაიდან პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი გამოვიდა 3-იანი. 3-იანი ვედურ ნუმეროლოგიაში არის რა? იუპიტერი. იუპიტერი არის კავშირში გეოგრაფიასთან, მასშტაბირებასთან. და რა თქმა უნდა, სტატუსის ამაღლებასთანაც და რეალურად ბევრი ქვეყნისთვის საქართველო გახდა უფრო საინტერესო მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე და ჩვენ ამას ვერ დავაიგნორებთ. ეს ფაქტია, მეგობრებო, რომ მართლაც მთელი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო პერიოდულად საუბრობს საქართველოზე. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. და რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელების წლევანდელ წარმატებაზეც. შესაბამისად, ამ ყველაფერმა მოამატა ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და ინტერესი საქართველოსადმი, რაც მოსალოდნელი იყო
როგორც ასტროლოგიური, ასევე ნუმეროლოგიური გამოცვლების მიხედვით. მე ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში ვსაუბრობდი იმაზე, რომ საქართველოზე ყველა ისაუბრებდა, განსაკუთრებით მაისის ბოლოდან, როდესაც იუპიტერი შევიდა ტყუპებში და ამან მოგვცა ძალიან დიდი მასშტაბირება. თან საკმაოდ საკრალური და სიმბოლური დღე იყო 26 მაისი 2024 წლის, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ მაგ დღეს შევიდა იუპიტერი ტყუპებში და მალევე გააკეთა შეერთება ჩვენი ქვეყნის ნატალურ მზესთან და მოგვცა ის ცნობადობა და გაფართოება, მეგობრებო. ჩვენი შემდეგი წლის პერსონალური ციფრი გამოდის 4-იანი. ზოგადად 4-იანი და 7-იანი ვედურ ნუმეროლოგიაში არის კავშირში კარმულ ენერგიებთან. ეს კარმულ კვანძების ენერგიებთან არის კავშირში, კერძოდ 4-იანი არის რაჰუ, ანუ აღმავალი კარმული კვანძი. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მოუწევს შემდეგ წელს, რომ უკვე აასრულოს თავისი კარმა. და რა კარმა აქვს ჩვენს ქვეყანას, მე ამაზე ვსაუბრობდი უფრო ვრცლად, აი ამ ვიდეოში შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, ქვემოთ ლინკი იქნება. ჩვენი ქვეყნის კარმა მარტივად რომ დავახასიათოთ, უნდა განვიხილოთ ნატალური კარმული კვანძების მდებარეობა, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის კოსმოგრამას. ეს არის აღმავალი კარმული კვანძი თხის რქეში და დაღმავალი კარმული კვანძი კირჩხებში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სწორი განვითარების გზა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ჩვენი ერისთვის, იმიტომ რომ ერი ქმნის სახელმწიფოს ვექტორს, განვითარების ვექტორს, მეგობრებო, და კარგია რომ ამაზე ფიქრი დავიწყეთ და ხალხმა ეს გაიაზრა რეალურად. იმიტომ რომ მერწყულის ეპოქაში ხალხის სიტყვას ექნება უდიდესი ძალა უკვე. და ჩვენ ამ ეპოქაში შევედით უკვე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს მოეთხოვება მეტი დამოუკიდებლობა, დისციპლინა, შრომა სოციალური თვითდამკვიდრებისთვის და ერთგვარი ინფანტილიზმიდან გამოსვლა, ხო? ანუ დაღმავალი კარმული კვანძი კირჩხებში, ხო? ეს ინფანტილიზმი, ზედმეტ მიჯაჭვულობა ოჯახურ კერაზე, ნოსტალგიები და პასუხისმგებლობის შიში, ხო? აი ეს ყველაფერი, ხო? რეალურად გენეტიკურად აქვს ჩვენს ერს დასამუშავებელი და ამაზე მეტყოლებს კოსმოგრამი. ამიტომ ეს დასამუშავებელი ტენდენციებია აუცილებლად შემდეგ წელს ჩვენ მთლიანად ერს მოგვიწევს გავიგოთ რა არის დისციპლინა, რა არის მიზანდასახულობა, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა და რეალურად თავისუფლება და მოუკიდებლობა, ხო? ეს ყოველივე მეგობრებო დამეთანხმებით, ვისაც ესმის რა არის თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება, ხო? ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სანამ ჩვენ არ ვისწავლით პასუხისმგებლობის აღებას ჩვენ ცხოვრებაზე ინდივიდუალურად ჯერ და არ გავიზრდებით შინაგანად და გამოვალთ ოცნებებიდან, ასე ვთქვათ, რომ მოვაგმირი და გადაგვარჩეს, ეს ცალკე დასამუშავებელი ქვეცნობიერი პროგრამაა. იქამდე ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურად ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არ შეგვეშინდეს პასუხისმგებლობის აღების. და იმის, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს იმის რესურსი, რომ ვუშველოთ ჩვენ თავს რეალურად და არ უნდა ველოდოთ რაღაცა ხსნას სხვა ქვეყნიდან, გარეშე ძალიდან დავუშვათ, ხო? იმიტომ რომ ეს რესურსები ხო შინაგანი თითოეულ ადამიანს აქვს შინაგანად. ეს რესურსი რომ უშველოს თავის თავს და ეს უნდა გავიაზროთ. არ უნდა გქონდეს ჩაციკლვა წარსულზე, რომ აი ადრე ჯობდა და დავუშვათ და ასე შემდეგ. ესეც სადაღმავალი კირჩხიბის ნეგატიური გამოვლინება. ყველა იმ ისტორიულმა ეპოქამ, რაც რა თქმა უნდა საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? და სამაგალითოც რეალურად. აი არა. უნდა მივიღოთ ეს ფაქტი, რომ ჩვენ აქ მოვედით არა იმისთვის, რომ თქვათ რა კარგი იყო თამარის ეპოქა. ჩვენ აქ მოვედით, რომ ჩვენ გავიაზროთ რა იყო იმ ეპოქაში კარგი და შევეცადოთ ერთობლივი ძალებით, ხო, ძალისხმევით, რომ მოვიტანოთ ეს ყველაფერი უფრო უკეთესად, უფრო განახლებულად, იმიტომ რომ სხვა ეპოქაში ვართ და სხვა მიდგომები გვჭირდება, მოვიტანოთ ეს ყველაფერი, ეს დამოუკიდებლობა და ეს ქვეყნის მთლიანობა და წინსვლა ჩვენს რეალობაში. იმ შეცდომების გათვალისწინებით, რაც ხდებოდა ისტორიულად, ხო, იმ დადებითი მხარეების, რაც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. ეს ყველაფერი კარგია, რომ გადავხედოთ, შევისწავლოთ, გავითვალისწინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩავაციკლდეთ ამას და გავაიდეალიზოთ და ვთქვათ, რომ მხოლოდ ეს
არის სწორი. იმიტომ რომ პლანეტა ვითარდება, სამყარო ვითარდება, ტენდენციები იცვლება და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ 21 საუკუნეს სხვანაირი იარაღი აქვს. იარაღი 21 საუკუნის არის ტვინი, გონება, განათლება. და ეს ტენდენციები კიდე უფრო თვალსაჩინო იქნება ურანი რომ შევა ტყუპებში. იმიტომ რომ ურანი ტყუპებში, პლუტონი მერწყულში, ტყუპები მერწყული, ორი ჰაერის ნიშანი, ორი ინტელექტუალი ნიშანი რეალურად, ხო? უდიდეს ტრანსფორმაციებს მოიტანს სოციალურს და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში უკვე ჭკვიანი ადამიანები დაფასდებიან. და წამოვა ეს ყოველივე წინა პლანზე. ამიტომ შემდეგი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი, მეგობრებო. სახელმწიფო სტრუქტურა შინაგანად იცვლება, კანონები შეიცვლება აუცილებლად და ეს ყოველივე თვალსაჩინო გახდება უკვე წლის დასაწყისიდანვე. მალევე კანონები შეიცვლება, ცხოვრების დონე შეიცვლება, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ეს პროცესები ტრანსფორმაციული უკვე ჩაშვებულია. აუცილებლად უნდა შეიცვალოს. უზენაესი პლანეტებიც კი იცვლიან ზოდიაკოს ნიშანს შემდეგ წელს, მეგობრებო. ამიტომ შემდეგ წელს ნამდვილად არ გამოვა, რომ ის ტენდენციები დარჩეს, ხო? რა ტენდენციებიც ჰქონდა ჩვენს პლანეტას წინა 8 წლის განმავლობაში. ამიტომ უმჯობესია ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ იმ ცვლილებებისთვის, რაც იქნება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის და ზოგადად მსოფლიოში. და კარგია, რომ ქართველმა ერმა უკვე დაიწყოს დაფიქრება, რაზე აქვთ სამუშაო, როგორი აზროვნება და მიდგომები ჭირდებათ იმისათვის, რომ წავიდნენ წინა პლანზე და ეს თუ ასე მოხდება, ჩვენ ყველა კოლექტიურად წავალთ წინ. ოღონდ ყოველთვის ტრანსფორმაცია ხდება ცალკეულ ინდივიდებში. ამიტომ ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე და თავის აზროვნებაზე და თავის ცხოვრებაზე. ეს კარგია რომ გავითვალისწინოთ და სწორედ ამას გვასწავლის რაჰუ თხისრგაში. აიღე პასუხისმგებლობა შენ თავზე. სხვაზე ნუ აიღებ, შენ თავზე აიღე. ჯერ. აი ეს გვჭირდება აქ რომ ეს ფოკუსი გასწორდეს. ვინაიდან 2025 წელი იწყება იუპიტერის სატურნის დაპირისპირებით, რაც ორი სოციალური პლანეტაა. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად პლანეტარულად, ხო, ბევრ სხვა ქვეყანაში. იქნება კანონმდებლობის გადახედვა, ცვლილება, საკანონმდებლო სერიოზული ცვლილებები. რატომ? იმიტომ რომ სატურნი არის ამ შემთხვევაში კანონი. იუპიტერი მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობა კანონის თაობაზე გადაიხედება, შეიცვლება. შესაბამისად, ბევრი კანონი დაკორექტირდება აუცილებლად. ეს ტენდენცია წამოვა უკვე წლის დასაწყისიდანვე. თუმცა ეს წელი იწყება, რა თქმა უნდა, ისევ მარსი პლუტონის დაპირისპირებით, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტრანზიტი და მარსის რეტროგრადული სულა გვაქვს, მეგობრებო, თებერვლის ბოლომდე. ამიტომ ის დაპირისპირება, ის პროტესტები, რაც არის დღესდღეობით, ეს არ გაჩერდება. ნუ გგონიათ რომ გაჩერდება, იმიტომ რომ მარსის რეტროგრადულობა ზოგადად რას აკეთებს? უფრო წელავს დროში იმ აგრესიას, იმ დაპირისპირებას, იმ პროტესტს, ხო, რაც არის ახლა. ამიტომ ეს ყველაფერი გაიწელება, მეგობრებო. ვერ ვიტყვით რომ ისე მშვიდობიანად დაიწყება 2025 წელი. თუმცა რა თქმა უნდა, მე ჩემს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას, ერთიანობას, იმიტომ რომ სწორედ ეს ჭირდება ჩვენს ერს ახლა. ურთიერთპატივისცემა, დიპლომატია და ერთიანისვლა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ. ოღონდ გზა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ ჯერ თქვენშია. ანუ აი თქვენში უნდა იპოვოთ ეს თავისუფლება და ეს დამოუკიდებლობა ჯერ სწორედ, კორექტულად. და შემდგომში თქვენ აირეკლავთ ამას გარემოში. იმიტომ რომ გვახსოვდეს დამკვირვებელი ქმნის რეალობას. ჩვენ კოლექტიურად ვქმნით იმ რეალობას, რა რეალობაში ვცხოვრობთ. კარგია რომ ამ თემაზე დაფიქრება ყველამ დაიწყოს. მე ყველას გისურვებთ მშვიდობას. იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ მაინც აგრესიული ტენდენციები გრძელდება. წლის დასაწყისიდან გვაქვს მაინც ეს აგრესიული ტრანზიტები პლანეტების. ამიტომ იყავით ფრთხილად, მეგობრებო. არ აყვეთ პროვოკაციებს და არ გვინდა აგრესიის გამოხატვა. არც აგრესიაზე პასუხიც. ეხლა უნდა ვისაუბროთ გველის წელზე, მეგობრებო. როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა უყვარს ზოგადად გველს და რა ტენდენციებს შემოიტანს
2025 წელი ჩვენთვის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ახალი წელი რეალურად არ დგება 31 დეკემბერს. ანუ გველი არ შემოვა 31 დეკემბერს, ჯერ კიდევ დრაკონი იქნება. ამიტომ თქვენ თუ გაქვთ სიმბოლიკა დრაკონის, მე გირჩევთ რომ დრაკონის სიმბოლიკა კიდევ გედოთ მაინც მაგიდაზე 31-ში. იმიტომ რომ გველი რეალურად შემოვა 29 იანვარს 2025 წლის. ამიტომ მე გირჩევთ რომ 29 იანვარსაც კარგია რომ შეხვდეთ მაინც ახალ წელს, რომ შეეგებოთ გველს, რომ დადებითი ტრანსფორმაციები მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება მწვანე ფერის ხის სტიქიის გველი. ზოგადად მწვანე ფერი არის კავშირში ანახატა ჩაკრასთან, გულის ჩაკრასთან, ანუ ემოციურ საკითხებთან, სასიყვარულო ურთიერთობებთან. და ჩვენ ვიცით კიდეც, რომ ვინაიდან მწვანე ფერის დრაკონი გქონდა 2024-ს, საკმაოდ აქტუალური თემა იყო სასიყვარულო ურთიერთობები ასევე 2024 წელს და 2025 წელს ასევე ბევრი დაწყვილდება და ბევრი წყვილი უფრო დაასერიოზულებს თავის ურთიერთობას, იმიტომ რომ მწვანე ფერი ხელს უწყობს დაოჯახებას და სასიყვარულო სფეროს დამუშავებას დაუშვათ ხო? ტრაუმები გაქვთ მაგ მიმართულებით, კარგია ფსიქოთერაპია და თუნდაც თქვენი რუკის ანალიზის მიხედვით რომ დაამუშავოთ ის ნეგატიური სცენარები, რაც გაქვთ ვენერასეულ საკითხში, სასიყვარულო ურთიერთობებში. შესაბამისად, სასიყვარულო ურთიერთობების და დაოჯახების საკითხი 2025 წელს აქტუალური იქნება კვლავ. რა თქმა უნდა, გველი არის დუალური ნიშანი. ვინაიდან აქვს როგორც დადებითი მხარე, ასევე ნეგატიურიც, მეგობრებო. და ნეგატიური მხარე ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც ალბათ ეხლა გაიფიქრეთ. მეგობრებო, манипуляციები, გამოყენება, მოტყუება, აგრესია, ბევრი სხვა რამ ნამდვილად. მაგრამ ყველაფერთან ერთად დადებითი მხარე რა არის გველის? სიბრძნე, ტრანსფორმაციები. რა თქმა უნდა, გველი იცვლის თავის ტყავს პერიოდულად, ხო? საბოლოო ჯამში, ვინაიდან ეს არის ცხრიანის წელი და თან გველის, ნიშნავს, რომ ეს გველი არ არის სტანდარტული გველი. ეს გველი, მეგობრებო, დაგეხმარებათ ეს წელი. რომ თქვენ როგორც დავუშვათ გველი იცვლის თავის ტყავს, ისე უნდა გამოვიცვალოთ ყველა მეს ტყავი ჩვენი რეალურად. ეს არ არის მარტივი საქმე და ყველას ეს არ შეუძლია. მაგრამ ვინც შეძლებს, ძალიან მადლიერი დარჩება გველის, იმიტომ რომ შემდეგი წელი დაგეხმარებათ, რომ თქვენ გახდეთ თქვენი თავის უზენაესი ვერსია, თუ გაყვებით ამ ტრანსფორმაციულ ენერგიებს და არ შეეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ეს არის წელი, როდესაც ის ნეგატივი დავუშვათ, ხო, რაც ამდენი წლის განმავლობაში ვაგროვეთ. კარგი რომ დავტოვოთ, დავასრულოთ ის კონფლიქტები, რაც გქონდა. მოვაგვაროთ, დავამუშაოთ, გავუშვათ, იმისთვის რომ ჩვენ მოვემზადოთ უკვე 2026 წლიდან, რომ შევიდეთ საერთოდ ახალ ეპოქაში, იმიტომ რომ კაცობრიობისთვის იწყება საერთოდ ახალი ეპოქა უკვე 2026-დან ნუმეროლოგიურად 9 წლიანი ციკლი. შესაბამისად, 2024 და 25 წლები არის ორი კრიზისული და გარდამტეხი წელი, იმიტომ რომ ეს წლები უკვე განსაზღვრავს რა ვექტორით, ანუ რა მიმართულებით წავა ჩვენი პლანეტა, მეგობრებო, ჩვენი კაცობრიობა და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, საქართველო. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეს წლები. და ჩვენ თუ გგონია რომ შემდეგი წელი უფრო მსუბუქი იქნება, არა. მეგობრებო, 2024 წლის ენერგიები უნდა გაამრავლოთ 10-ზე და ეს არის შემდეგი წლის ენერგია, იმიტომ რომ გველი რეალურად უფრო ფარულად გამანადგურებელია. დრაკონი უფრო პირდაპირი და იმპულსურია, კი ბატონო, და კი ხედავთ რომ ექსცენტრიულმა დრაკონმა რა კონფლიქტები წამოშვა, დავუშვა, ტრანსფორმაციები და ცვლილებები მოგვიტანა წელს, ხო? მაგრამ დრაკონი უფრო პირდაპირ მოქმედებს, გველი ფარულად მოქმედებს, მეგობრებო. ამიტომ სხვადასხვა სახის манипуляციების დანახვა და გარჩევაც უნდა შეგეძლოთ შემდეგ წელს, მეგობრებო. ესეც აქტუალური თემა იქნება და რჩევა ჩემგან, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იყავით მაქსიმალურად ფრთხილად ტოქსიკურ გარემოში თუ ხართ დავუშვათ ხო, ან ტოქსიკურ ხალხთან პერიოდულად თუ გიწევთ მაინც შეხება. იმიტომ რომ თავად გველი აფასებს ბრძენ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, რომ შეუძლიათ სხვადასხვა კუთხით შეხედონ ერთი და იგივე სიტუაციას. ამიტომ მაქსიმალურად ვიგონებით და სიფრთხილით იყავით 2025 წელს 29 იანვრიდან, როდესაც შემოვა
გველი. რა თქმა უნდა, წლის მთავარი ფერი არის მწვანე. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სამი ძირითადი ფერი: მწვანე, ნაცრისფერი და ხორცისფერი. აი ძირითადად შევეცადოთ, რომ აი ამ ფერებში გვეცვას მეგობრებო, საახალწლო სუფრაზე. მიუხედავად თავისი საკმაოდ მკაცრი ბუნებისა, მეგობრებო, გველი საკმაოდ სოციალურია და უყვარს გართობა. ამიტომ შეგიძლიათ, რომ ახლობლების ან მეგობრების წრეში შეხვდეთ ახალ წელს. გველი საკმაოდ ეჭვიანია, სხვადასხვა მეგობრებო. ამიტომ თუ დრაკონის სიმბოლიკა მაინც გექნებათ, შეეცადეთ, რომ გველის სიმბოლიკა გქონდეთ უფრო წინა პლანზე დავუშვათ, ამ გველის სიმბოლოები გქონდეთ რამოდენიმე და დრაკონის ერთი. ნუ გავანაწყენებთ, მეგობრებო, ახალი წლის სიმბოლოს. ვისთან მეგობრობს გველი, მეგობრებო? დრაკონთან მეგობრობს, რა თქმა უნდა, გველი გველთანაც მეგობრობს, ასევე მეგობრობს ცხენთან, მეგობრობს მამალთან, კონფლიქტი აქვს გველს ვეფხვთან, ასევე ტახტთან. და ეხლა უნდა დავამსხვრიოთ, მეგობრებო, ის სტერეოტიპი, რაც არის, რომ დავუშვათ თუ დრაკონი ხართ და დრაკონის წელი მოდის, თქვენთვის კარგი წელი იქნება, თუ გველი ხართ, გველის წელი კარგი იქნება და ასე შემდეგ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ამაზე ასტროლოგები არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს. როდესაც მოდის თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წელი, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო წელი იქნება. იმიტომ რომ ის ნიშანი თქვენ განსაკუთრებით დაგაკვირდებათ, როგორ ცხოვრობთ, ასრულებთ თუ არა თქვენს კარმულ მისიას, ხართ პასიური, თუ იყენებთ იმ შანსებს, რა შანსებსაც გაძლევთ ეს წელი. ამიტომ დიახ, ვინც გველის წელში დაბადებულია, მათთვის საკმაოდ დიდი შანსია, რომ კარიერულადაც წავიდნენ წინ და ცხოვრებისეულად აიმაღლონ თავისი ცხოვრების დონე, თუ სხვა მაჩვენებლებიც აქვთ ამის პირად რუკაში. მაგრამ ამისთვის მუშაობა მოუწევთ გველებს. ანუ არაფერი ლანგარზე მორთმეული არ იქნება. ესეც გასათვალისწინებელია. და ბევრი ადამიანი მწერს კიდეც, აი ვინც დრაკონია, დავუშვათ, რომ აი დრაკონი ვარ, მაგრამ ეს დრაკონის წელი არ იყო მარტივი ჩემთვისო, ძალიან ბევრი ვიმუშავეო. დიახ, მეგობრებო, ეს ასე ხდება. იმიტომ რომ, როდესაც არის თქვენი ნიშნის წელი, თქვენ მეტი მოგეთხოვებათ და კარგია რომ ესეც გაითვალისწინოთ და არ გქონდეთ ფუჭი იმედები, ვინც გველის წელში ხართ დაბადებული, რომ თავისით მოხდება ყველაფერი. არა. შანსები მოგეცემათ, მაგრამ თქვენი მხრიდანაც მუშაობა იქნება აუცილებლად საჭირო. აქვე უნდა ვთქვათ, მეგობრებო, რომ შავი ფერი არ არის რეკომენდირებული და წითელი ფერიც სხვადასხვა მეგობრებო, რომ გეცვათ. საახალწლოდ, ვიცი რომ ეს ფერები საკმაოდ აქტუალურია და ბევრს უყვარს, მაგრამ კარგია რომ ეს გავითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი საკმაოდ აქტუალური და პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში შავი და წითელი საახალწლოდაც, მე მაინც გირჩევთ, რომ წელს გამონაკლისი გქონდეთ და კარგია რომ ხორცისფერი, ნაცრისფერი და მწვანე დეტალები გქონდეს თქვენს ჩაცმულობაში. იმიტომ რომ ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს გველი. და არ დაგავიწყოთ, რომ 29 იანვარსაც აღნიშნოთ, იმიტომ რომ რეალურად 29 იანვარს შემოდის, მეგობრებო, გველი. დღეისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, მე გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ, რომ 2025 წელი ყოფილიყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თქვენს ცხოვრებაში. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და წინსვლას. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს.